პირველი ბავშვთა უფლებების შესახებ რაც მსმენია არის, რომ ბავშვების უფლებები ოჯახის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამას მე კატეგორიულად არ ვეთანხმები და გეტყვით რატომ. ოჯახი გულისხმობს ურთიერთპატივისცემას, ურთიერთსიყვარულს, დაცულობას და სადაც უფლებები, ბავშვების უფლებები დაცული არის, სადაც ბავშვები ლაღად და თავისუფლად გრძნობენ თავს, ეს არის ის ადგილი, სადაც ოჯახი როგორც ასეთი არის ძლიერი. ოჯახში ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთს პატივისცემით მოვექცეთ, ერთმანეთის აზრი გავითვალისწინოთ. ზუსტად ეს არის როგორც ბავშვის, ისე ნებისმიერი ადამიანის უფლებების საწყისი და ამოსავალი წერტილი. ამიტომ არანაირად არ მგონია, რომ ეს რამენაირად ჩრდილს აყენებს ოჯახის ღირებულებებს. მე ჩემ ოჯახში ვცდილობ, რომ მქონდეს ისეთი გარემო ბავშვებისთვის, სადაც იქნებიან თავისუფლები, ლაღები, დაცულები, სადაც შეუძლიათ თავის გამოხატვა უშიშრად და სადაც მუდმივი მოლოდინი აქვთ მხარდაჭერის მშობლების. მაგრამ ამ გარემოდან, როცა ჩემი შვილი გადის გარეთ, მე მინდა, რომ სხვა გარემოშიც ისეთივე პატივისცემით მოეპყრონ, როგორც ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთმანეთს მოვექცეთ სახლში. სხვანაირად მე შვიდად ვერ ვიქნებ. როცა ბავშვის უფლებები დაცულია ქვეყანაში, სკოლაში იქნება ეს ქუჩაში თუ სადაც არ უნდა იყოს, ოჯახი გაცილებით უფრო დაცულად გრძნობს თავს.